Kabadonebo და ბატონებო, ლურჯ კუთხეში ის დღეს უბრალოდ ამ ბრძოლის დათმობა სანაპირებს მიესალმეთ ნიკა კირია. ნიკა კირია, მისი ასაკი გახლავთ 17 წელი, სიმაღლე 174 სანტიმეტრი, მისი წონა არის 85 კილოგრამი. სხვა ქვეყნის სამოთხიზმო სამშობლო მისი მწვრთნელი გახლავთ ლევან ჯაბუა და წარმოადგენს საბრძოლო კლუბ გლებს დარჩენიდან. მიესალმეთ წითელ კუთხეში დავით სხალაძე ბათუმი. სხალაძე მისი ასაკი გახლავთ 22 წელი, მისი სიმაღლე 179 სანტიმეტრი, მისი მწვრთნელი გახლავთ ლევან ციცაძე, წარმოადგენს საბრძოლო კლუბ ციცაძე დოჯოს, გახლავთ ბათუმიდან. მისი რეკორდი არის 0-1-ზე, ერთი მარცხია, თუმცა ნახოთ როგორ შემოატრიალებს ამ ბრძოლას და ამ რეკორდს. საკმაოდ დაძაბული ბრძოლა გველოდება მეგობრებო, ორივე მებრძოლს აქვს საკმაოდ აგრესიული სტილი. ზონა 90 კილოგრამი, 17 წლის, კლუბი გლები, წვრთნელი ლევან ჯაბუა. მიესალმეთ ლურჯ კუთხეში ნიკა კირია დარჩენილი. რომისი მოწინააღმდეგე გახლავთ წითელ კუთხეში 22 წლის კლუბი ციცაძე დოჯო, წვრთნელი ლევან ციცაძე, ქალაქი ბათუმი, დავით სხალაძე. პირველი რაუნდი. დაიწყო პირველი რაუნდიც. ახსნა მსხალაძემ ბრძოლა ლოუკით. კარგი კომბინაცია ხა კირიასგან. კირია ცდილობს ისევ თავის ჩვეულ სტილში გააგრძელოს ეს ბრძოლა ახლო დისტანციიდან. ახლა კარგი აფქიქი იყო მსხალაძესგან. თითქოს ელოდება მსხალაძეც მის დარტყმებს და შემდეგ პასუხობს კომბინაციებს, კონჩეტევებს უფრო სწორედ. კირია უფრო აგრესიული სტილი გამოირჩევა და ძალიან კარგია ეს. კლინჩი იყო ახლა მებრძოლებისგან. აქ მაიგერი უნდა თავში დავითს
კირია საკმაოდ ძლიერი ბოქსის სკოლა აქვს. კარგი ორიანი ახლა დავითისგან გავიდა ეს დარტყმა. დააფრთხილა საჭმა ორივე მებრძოლი. სხალაძე უფრო ფეხის დარტყმებით აქტიურობს. ახლა გაფრთხილება მსხალაძეს რომ დარტყმა უნდა იყოს წელს ქვევით ან წელს ზევით. საკმაოდ ბევრი კლინჩი ვიხილეთ ამ პირველ რაუნდში და ახლა კარგი უშიროგერი მსხალაძესგან. ახლა ორივე მებრძოლის გამოვხილეთ გასვლა. კლინჩი. არც ერთი მებრძოლი არ უთმობს არაფერს ერთმანეთს. ლევან დაგეთანხმები. ორივე ძალიან. და გავიდა ეს დარტყმა. წელს ქვევით იყო. მეგონი არა. თითქოს ჩანდა რომ უცელში გავიდა ეს დარტყმა, თუმცა საჭმა უკეთ იცის რა თქმა უნდა. ალბათ გამეორებაში უფრო ვიხილავთ. ზუსტად გამოჩნდება იქ ყველაფერი. ამასობაში დასრულდა პირველი რაუნდიც. კირიას უფრო გააქტიურებისთვის მოუწოდეს სახელმწაჯი. და დავიწყეთ მეორე რაუნდი, საკმაოდ აგრესიული გაცვლები ვიხილეთ ორივე მებრძოლისგან. მიმწყდეული ყავს ახლა მსხალაძეს. так დაუცუდა ფეხი. დაუცუდა ფეხი მსხალაძეს. ოფლისგან და ყველაფერგან სრიალებს ხოლმე ფეხი რინგზე. ბოლო ბრძოლებში უკვე განსაკუთრებით. так გავიდა ეს დარტყმა, საკმაოდ ძლიერი ჰუკი იყო დავითისგან. კარგი მსვლელობა იყო მსხალაძესა, თუმცა მაიგერი დახვდა კირია და გაუტარა კიდევაც ეს დარტყმა დავითს. და გავიდა, ახლა ნამდვილად გავიდა მსხალაძესგან ეს უშიროგერი. იგზნო კირიამ თითქოს კირიას ახლა უფრო გააქტიურება ჭირდება, რადგან წაიღოს ეს რაუნდი. აპ კარგი დომინაცია კირიასგან. უტევს ახლა მსხალაძე
პრესინგში ყავს ქირია. დაუტარა კიდევაც რამდენიმე დარტყმა ხუთში. ძალიან ძნელად დარტყმები იცვლება. მიიღო კიდევაც ხალაძემ ახლა ქირიასგან. კარგი ჰუკი. და კარგი კომბინაცია ახლა ხალაძესგან. აქტიურად მუშაობს ხალაძე მუცელში. თითქოს იგრძნო უპირატესობა. ნამდვილად იგრძნო. დაეტყო კიდევაც აქ ქირიას. და დასრულდა მეორე რაუნდიც. ჩივიჭილეთ მიკაფიკოვა, რომელიც გახლავთ რავალძის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული ბოქსში მრავალჯერ ასახელა დარჩელი და საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე. მესამე რაუნდი კი ისევ აგრესიულად იწყება მებრძოლებისგან, ორივე მებრძოლს კარგი გაცვლები აქვს ერთმანეთში. ხალაძე თითქოს მუცელში დარტყმას ნადირობს რა. დავიდა აქ ჰედკიკი ხალაძესგან. თითქოს იწევს ხალაძე. უმიზნებს ღვიძლში ხალაძე. და პირველი ნოკდაუნიც. კარგი დარტყმა გაატარა ქირიამ. ახლა ძალიან ცუდი იყო ეს ნოკდაუნი ქირიასთვის ნამდვილად მესამე რაუნდში. არ აქვს კარგად საქმე, ახლა უფრო მეტი აქტიურობა სჭირდება. ერთი კარგი დარტყმა. კარგი უშირო მავაში ახლა ხალაძესგან და მეორე ნოკდაუნს ხედავთ. და დასრულდა ბრძოლა. მიულოცა ხალაძეს დამსახურებული გამარჯვება, მან დროზე ადრე დაასრულა ეს ბრძოლა და შეცვალა კიდევაც როგორც თქვი მისი რეკორდი. ძალიან ცუდ კონდიციებში გამოიყურებოდა ქირია მესამე რაუნდის დასაწყისში ეს იგრძნო ხალაძემ და შეუტია მუცელში. წარმოიღო თავის სასიკეთოდ. უნდა აღვნიშნოთ რომ ქირიამ გასულთვეს ჩაატარა, არ არის დიდი ხანი გასული ორთაბრძოლიდან და ისიც უნდა ვთქვათ რომ არ არის მარტივი ზედიზედ ორი ორთაბრძოლის გადაღმა. შეიტყო კიდევაც ეს ყველაფერი. Betty! ველოდებით, პრინციპში ყველაფერი გადაწყვეტილია. თავარი რეფერის გადაწყვეტილებით ბატონო მანამდე გავახლებოთ ძალიან კენავე სპორტსმენები უპციან სისხლის ბოლო წვეთამდე. მოდი, გავახლებოთ სპორტსმენები. სეკუნდანტის უარის გამო მოიხსნა ლურჯი კუთხე და გამარჯვებულია წითელი კუთხე.
მიულოცოთ კიდევ ერთხელ დავით ხალაძეს. ბოლო ნიკა კირიასაც კი თავის მხრივ უსურვოთ ძალიან დიდი წარმატებები, ის აუცილებლად დაბრუნდება ისე როგორც შეეფერება მას დარწმუნებული ვარ.